ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში სტუდია არტ ჯუნიორი შეუერთდა და კონცერტი გამართა. პატარა მომღერლები სცენაზე გასვლის წინ ცოტას ღელავდნენ, თუმცა სულ ტყუილად. ბავშვების მიერ შესრულებულმა კომპოზიციებმა მსმენელი და მაყურებელი მოხიბლა. მაია თოთიბაძის აღსაზრდელები მთელი არტისტიზმით და პროფესიონალიზმით წარსდგნენ სცენაზე. არტ ჯუნიორი უკვე 4 წელია არსებობს და საკმაოდ წარმატებულადაც. სტუდიის ბავშვებისთვის სიმღერებს ქართველი საბავშვო კომპოზიტორი ნატო თოთიბაძე წერს. სიმღერების ავტორი გახლავთ ახალგაზრდა საბავშვო კომპოზიტორი ნატო თოთიბაძე. ეს არის უმთავრესი ჩემი ამოსავალი წერტილი, რომ ჩემი სტუდიის ბავშვებს ძირითადად კი არა და 100%-ით აქვს საბავშვო სიმღერების რეპერტუარი. თავარია რომ ბავშვებს არ დაუკარგოთ ბავშვობა და შეუნარჩუნოთ ის სილაღე და სიხალასე, რაც მათ გააჩნიათ. დღევანდელ დღესთან რაც შეეხება ჩვენი პატარა დაბადების დღე აღვნიშნეთ აი ამ პატარა გალა კონცერტით, რომელიც ახლა მიმდინარე რეპერტუარში გვაქვს ეს ახალი სიმღერები. დასამახსოვრებელი და საპასუხისმგებლო იყო ეს დღე პატარების მშობლებისთვისაც. სტუდიის ხელმძღვანელების სიურპრიზი შედგა. ბავშვების შემდეგ სცენა უკვე მშობლებმა დაიკავეს და საკმაოდ წარმატებულადაც. მშობლების კონცერტით გახარებული და ბედნიერი იყვნენ პატარებიც. მათ თავიანთი ემოციების ჩვენთვის გადმოცემა არ დაისახეს. ჩვენ ამ კონცერტისთვის ძალიან ბევრი ხანი ვემზადებოდი და ცოტა გვეშინოდა კიდე და ცხენოდა და მაყურებლის ბევრი ტაჩი და გულის მხრივით ანუ აღარ გვეშინოდა და უფრო თამამად ვიმღერეთ. ჩვენ შევასრულეთ ფუნჯები, მოგზაურები და კიდე ბევრი სიმღერა. კი ძალიან. ერთი ფისა უსინდისო. და გიყვარს სიმღერა? კი. ძალიან მიყვარს. ბევრი სიმღერები სიმღერები და ფისა უსინდისო. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს კონცერტი, ძალიან გვინდა ეს გაგრძელდეს დიდხანს და ძალიან კმაყოფილი ვართ. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ სტუმრებს მოეწონა ჩვენი სიურპრიზი და იმედია უფრო მეტად კარგად გამოვალ სცენაზე და უფრო როგორც ჩვენმა სტუმრებმა თქვეს, უფრო დიდ სცენაზე გამოვალ. სცენაზე პირველად ნამდვილად არ ვდგავარ, იმიტომ რომ მაია თოთიბაძისაგან განებირებული ვართ ასეთი კონცერტებით. მე ვამაყობ, რომ მაია თოთიბაძე არის ჩემი მეგობარი და ჩვენი მეგობრობა დარწმუნებული ვარ დიდხანს გაგრძელდება პროფესიულ დონეზეც. მე წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ ბავშვს, თითოეულ მშობელზე, რა თქმა უნდა, მაია თოთიბაძეს. კონცერტზე სტუდიის ბავშვების მონაწილეობით 4 ახალი ვიდეორგოლი იყო ნაჩვენები. არტ ჯუნიორისთვის კლიპები გურია ტიმი დაამზადა.